დილამ შვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუს რომ ებრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი პაატა ზაქარიაშვილი გახსნის, რომელთანაც ძირითადად იმ ღია წერილზე ვისაუბრებთ, რომელიც ირაკლი ყობახიძემ გუშინ გამოაქვეყნა. რას ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი აგვისტოს ომის მორიგ წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე და რა საფუძველი აქვს შეფასებებს, რომ ყობახიძის წერილი სწორედ ახლა არ არის შემთხვევითი. დავველოდეთ ვიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. 15 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მორიგი ყრილობა გაიმართება. პარტია რეფორმების ახალ პაკეტს წარადგენს. ცვლილებებიდან ერთ-ერთი ახალი აპლიკაციის შექმნა, რომლის საშუალებითაც წევრები ყოველთვიურ საწევრო შეტანას გადაიხდიან და პარტიის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. პარტიის თავმჯდომარეს კი პირველ ეტაპზე არ აირჩევენ. ამის ნაცვლად 6 თვის ვადით ჩამოყალიბდება გარდამავალი საბჭო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უხელმძღვანელებს. ტრამპის გოლფის მოედანზე შეიარაღებული ეჭვმიტანილი დააკავეს. 38 წლის მამაკაცი ფედერალურმა აგენტებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა. მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი გოლფის მოედნის ავტოსადგომზე დააკავეს, მის ჯიბეში 16 ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩინეს. საქმე ლოს-ანჯელესის პროკურატურას გადაეცა. რუსეთმა ღამით კიევის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. იერიშის შედეგად საწყობებში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამასთან კიევის ყველა რაიონში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე აღინიშნება. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ პაატა, აგვისტოს ომიდან მე-18 წელიწადი სრულდება რამდენიმე დღეში, რამდენიმე დღით ადრე კი, როგორც ნახეთ, ირაკლი ყობახიძე ღია წერილს უგზავნის საზოგადოებას, სადაც საკუთარ შეხედულებებს უზიარებს იმასთან დაკავშირებით, რატომ არის საქართველოში რუსოფობიის ხარისხი ასეთი გაზრდილი, როგორც პრემიერი აცხადებს, მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ აქამდე Deep State-ს რუსეთის გაშავების დღის წესრიგი არ ქონია და უცხოურ აგენტურასაც შესაბამისი დავალება არ ქონდა მიღებული. აი რა სიტყვით პოლიტიკურ სპექტრში გვესმის განცხადებები, რომ ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე ვერ იქნება შემთხვევითი. აი თქვენი აზრით რას ნიშნავს და რა დატვირთვა აქვს პრემიერ-მინისტრის პოსტს აგვისტოს ომის მორიგ წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს დაუჯერებელი, რამდენად შეიძლება იყოს შემთხვევითი. Замышлован ტექსტია, თუმცა საშინელი ტექსტია. ნუ რო არ გინდა რომ წაიკითხო, მიუხედავად ამისა 3-4-ში წავიკითხე, იმიტომ რომ ჩვენ სპეციალობა ესაა სამწუხაროდ ამ კატეგორიის ტექსტების კითხვა შიდა ქართულ კონტექსტში. თუ ვინმეს ჩემი რამე აინტერესებს ჩემ პარტნიორებში, ეს არის რა ხდება საქართველოს შიგნით. ამიტომ და გაოგნებული ვარ მისი ცინიზმით, მითი უტიფრობით და კარგად გამართული დემაგოგიით. ანუ ეს არის დიდხანს ნაფიქრი ტექსტი, რამოდენიმე ადამიანი მუშაობდა ალბათ, შეიძლება თელ სამსახურით მუშაობდა, სადაც გაგრძელება წულუკიანის კომისიის დასკვნისა და წულუკიანის კომისიის პარლამენტის სარჩელისა ნაციონალურ მოძრაობის პარტიების წინააღმდეგ საკონსულტაციო სასამართლოში. ანუ კაფეოთ მიმდინარეობს ცენტრალური ბევრი ფაქტორია და ბევრი პლასტია. ნამდვილად საჭიროა ცალ-ცალკე გაანალიზება, რა თქმა უნდა, ერთ გადაცემაში არ მოხდება, შეიძლება რამე ტექსტი დაიწეროს სერიოზული. ანუ თავარი ღერძი, წითელი ხაზი რაც გაყვება ამ ყველაფერს არის ის, რომ საქართველოს პრობლემები შიდა ქართული პრობლემებია. რუსეთი პრაქტიკულად განდევნილია კონტექსტიდან, უკრაინის ომი, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ის რაც მოხდა 2008 წელს კი მაქსიმალურად ჯან ეშმაკურად ცდილობენ 2008 წელი არ დაუკარგონ რუსეთს და ოკუპაცია განახორციელონ, მაგრამ ეს იყო პასუხი წინ დაუხედავი პოლიტიკისა, გამაღიზიანებელი პოლიტიკისა ქართული ნაციონალური მოძრაობისა. ამიტომ არ არის ლაპარაკი არც კოსოვოზე, რომ რუსეთი იმუქრებოდა მუდმივად, არც ქვია ბუხარესტის სამიზე. რუსეთი საერთოდ არ ლაპარაკობდა შიდა ქართულ კონტექსტში, რომ იცოდეთ. ანუ მთელი რაც 2008 წლამდე ომამდე რუსეთი სულ ამ უნათებს დასავლეს. ნატოს წინააღმდეგი ვართ, კოსოვო არ აღიაროთ და მთელი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის განხორციელებული განსაზღვრული იყო საგარეო პოლიტიკის ფაქტორებით.
კონსულტაციის კომისიამ პრაქტიკულად გამორიცა საგარეო ფაქტორი და ყველაფერი გადმოვიდა საქართველოს შიდა კონტექსტში. აი ახლა ეს არის გვირგვინი აი ამ კონცეფციისა, რომ საქართველოში არსებობდა აგენტები, საქართველოს ხშირად იყენებს ამ სიტყვას, თუნდაც ქვია კობახიძე, აგენტები და ამ აგენტური საშუალებით ხდება ანტირუსული კომპანიის აგორება, რასაც მოყვება შემდეგ რუსული აგრესია. ბატონბატა, კითხვის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა იმას, ეს წერილი და ამ წერილის აგვისტოს დღეებში გამოქვეყნება შეიძლება იყოს შემთხვევით თუ შეიძლება იყოს გამიზრული და თუ კი ეს თქვენც ფიქრობთ რომ ეს მიზანმიმართულად ესე ვთქვათ გავრცელდა და დაიპოსტა სოციალურ ქსელში აგვისტოს დასაწყისში მორიგ ომის დაწყების მორიგ წლის თავიდან წლის თავამდე რამდენიმე დღით ადრე მაშინ ამ წერილის უკან რა მიზანი უნდა დავინახოთ ახლა ამაზეც ვისაუბროთ და რადგან ანალიტიკოსები ისე როგორც პოლიტიკოსები ამბობთ რომ ეს წერილი არ ემსახურება ქართულ ინტერესებს ხო აი ჩდება კითხვა რასთან მივდივართ მაშინ როცა ამ პოსტის მიზნებსა და მიზეზებზე ვსაუბრობთ ну თავარი მიზანი არის ემზადებიან არჩევნებისათვის რომელიც იქნება 28 წელს ეს ბედოულათი ოპოზიცია არ ემზადება თორე ქართულს ემზადება 1.300.000 კაცი საქართველოში არჩევნებში არ მონაწილეობდა 24 წელს 900.000 კაცმა ხმამიესა ოპოზიციას როცა ოპოზიციამ გადაუყარა მანდატები და არ შევიდა პარლამენტში მაგრამ 900.000 პლუს 1.300.000 არ მოსულა არჩევნებში ანუ არ შეშინებია ქართულოსნებისთვის არ მიეყიდა არ გაიყიდა ქართულოსნებაზე და სახში დარჩა ქართულ ოცნებას ეშინია რომ ეხლა ეს ოპოზიცია აღარ აღწერ ვინ არიან ქვია შეიძლება მართლა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მობილიზაცია მოახდინოს არა ბოიკოტის გარშემო არამედ არჩევნებში მონაწილეობაზე და გამორიცხული არა რომ ხალხი დრო გადის და ქართულ ოცნების მიმართ სიმპათიები არ ეზრდება ცივდება შესაბამისად გამორიცხული არა რომ უფრო მეტი განაწყენებული ადამიანი მივიდეს და ხმამისცეს ქართულ ოცნების წინააღმდეგ თუ ოპოზიცია გონსმოვა და რაღაცას გააკეთებს აი ამ ფონზე მათ უნდა გადაარჩინონ და აიღონ ხმები 1.300.000 რომელიც სახშეძის არც ოპოზიციას ემდობა და ამიტომ აი ესეთი ნარატივები აძლიერებს პოზიციას რომ ჩვენ მშვიდობაზე მუშაობთ ეს კიდევ სამარცხვინოთი თემა რაც ჩააგდო ოპოზიციამ გარდა იმისა რომ პარლამენტში არ შევიდა და ბოიკოტი გამოაცხადა მშვიდობაზე ლაპარაკი გადაულოთ სამოს ქართულ ოცნებას ამიტომ ისინი ახლა აგზელებენ ამას რომ ჩვენ ვართ გარანტორი მშვიდობის მომსამოქვია პარტია და ამიტომ შიგნით ვეძებთ ჩვენ წიაღში ვეძებთ ამ პოზიციას აშკარად ჩანს რომ პარტიების აკრძალვა არ გამოვა ამას ყოს ვამბობდი რომ 50-50-ზე იყო შანსები ახლა 70-30-ზე ვამბობ რომ 70% არა იმიტომ რომ არა ქვია აკრძალავენ იმიტომ რომ ძალიან აი მართლა ჯოჯოხეთური სანქციები მაშინ წამოვა ლიდერები ციხის გაშვება არა იმდენ დიდი პრობლემა ევროპისთვის როგორც პარტიების აკრძალვა ამ ფონზე ისინი როგორც ჩანს გამოდიან საკუთარ სამართლო მიიღებს გაწყვეტილებას რომ არ აიგზავნება პარტიები მაგრამ წინ წამოწევს აი რუსულ ფაქტორს საკუთარ სამართლო და კონსტიტუციურ ნორმა შეძენს პოლიტიკურ დოკუმენტს როცა იყო კონსულტაციის კომისიის დასკვნით პოლიტიკურ დოკუმენტს ხო არაფერი არ ცუდია საშინელება მაგრამ მაინც პოლიტიკურ დოკუმენტს ნებისმიერ სხვა კომისიამ შეიძლება გადაფაროს მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გაწყვეტილება ვერ გადაიფარება ასე იოლად ამიტომ მასენი საკუთარ სამართლოში არ გაუქმებენ პარტიებს მაგრამ იმჟელებენ და კიდევ და დაამძიმებენ აი ამ ქვია წედა გამწელში რა მაინც აი წერილის შინაარზე რამდენიმე წამში განვაგრძობთ საუბარს იქამდე კიდევ ერთი კითხვა აი როგორ ფიქრობთ ეს წერილი არის ირაკლი კობახიძის დაწერილი თუ ვინმე სხვის ანუ რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ეჭვები და ჩვენ ასეთი ეჭვები გუშინ მოვისმინეთ როგორც რიგითი მოქალაქეების მხრიდან ისე ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან რომ აი წერილი რეალურად დაწერა ვიღაც სხვა და უბრალოდ ირაკლი კობახიძის სახელით მოხდა მისი არა წერილი შეესაბამება ირაკლი კობახიძის უღირსობებს ანუ აბსოლუტურად შეიძლება დაეწერა მას ანუ ნამდვილად ამ წერილს ვერ დაწერდა ივანიშვილი იმიტომ რომ ქვია ასეთი სიღრმისეული ხედვები არ აქვს უღირსობებში და მაგალითად არ მინდა უფრო უარყოფით სიტყვები გამოვიყენო ეთერში და ანუ ეს ანიშნავს რომ კობახიძე დაწერდა მას ყავს გუნდი ჯგუფი რომლებმაც კარგად იციან კობახიძეს რა უნდა და იძლევა დავალებებს ისინი განიხილავენ მსჯელობენ იკრიბებიან ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ 10ჯერ არ ალბათ და საბოლოოში წრეტენ აი ამ კონცეფციას ეს მაინც არის ირაკლი კობახიძის თქვათ ასე თამადობით შექმნილი წერილი ამიტომ რომ ხაპნებია ხოლმე კობახიძის გაშვება უნდა ივანიშვილი უკმაყოფილო რატო უკმაყოფილო ფანტასტიკურად მუშაობს ივანიშვილზე კობახიძე ამიტომ არჩევნებამდე გარანტირებული კობახიძე არის თუ არჩევნების წინ კრიზისი იქნება შეიძლება ფორმალურად გაუშვას და მაინც ახლოს დაიტოვოს იმიტომ რომ ძალიან მთელი ჩააბარა მთელი ღარიბაშვილი
ლილვაშვილების ქვია კამპანია დაულაგა კორუფციის სქემები და ასე შემდეგ და წინვალე ძალიან კარგად შვენიერ კონტექსტში არის ივანიშვილი. ამ ფონზე მე მგონი რომ მეცაც ვიტყვი ქვია კობახიძე უფრო მართავს რეალობას და კობახიძე უფრო კარგად იცის რა უნდა ივანიშვილს ვიდრე ივანიშვილს იცის რა უნდა მას. და ეს უნიკალურია ხდება სოფლიო არაერთხელ არის ეს ვეზირები და უამრავი უდიდესი ცნობილი ფიგურები სოფლიოში არსებობენ რომლებიც უკეთესად იცოდნენ მონარქს რა უნდოდა და როგორც იქნა ივანიშვილმა იპოვა კობახიძის სახით ეს არც პაპუაშვილი არც დინარაძე ახლოსავს ფოთაშორის კობახიძეს და პაპუაშვილი ძალიან წაში დაფრინა ზარზია რა საპარაკოს ვაგა აი კობახიძემ დინარაძე ამიტომ დინარაძეს უშვებენ სხვადასხვა ადგილებში ჩრავენ ხოლმე იმიტომ რომ სხვა მეტი არ აყავთ ასეთი და ამ ფონზე ცდილობენ ისინი რომ ქვია შეუნარჩუნონ ივანიშვილს ძალაუფლება და აქ თავარი კონცეფცია არის გაწევა უკრაინის თემისა რა ხდება უკრაინაში ჩვენ არ გვეხება ეს რუსეთს აწყობს და რუსეთის საქმეა და გაწევა რუსეთისა საერთოდ რომ რუსეთს მას მოუწია გაეკეთებინა 2008 წელს სულაც არ უნდა და ამ აი ისევ წერილის შინაარს რომ დაუბრუნდეთ უშუალოდ და იმოდით ვისაუბროთ უკვე ქართული ოცნების არგუმენტებზე რასაც ამ წერილში სვამს და ასე ვთქვათ ასახელებს ირაკლი კობახიძე მათ შორის პრემიერის ერთ-ერთი არგუმენტია რომ აი deep state-მა შეცვალა დღის წესრიგი რუსეთის გაშავებაზე გადავიდა ახლა უკვე და აი საქართველოში მის აგენტურასაც შესაბამისი დავალება მისცა თორემ თუ აქამდე კარგი იყო რუსეთი ახლა მხოლოდ ახლა რატომ გახდა ცუდიო გუშინ ამ კითხვასაც ვისმენდით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომელიც სხვა შორის კონკრეტული არგუმენტების სახით კონკრეტულ ეპიზოდებსაც იხსენებენ წარსულიდან გვახსოვს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა ოკუპანტი ეს არის უკვე საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთებული განცხადება ევროპაში ევროპამ უпростоრად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მართლაც გადახედა რუსეთთან ურთიერთობებს და მოსკოვი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია დასავლური სამყაროს მხრიდან. აი ეს ფაქტი რამდენად შეიძლება იძლეოდეს იმდაგვარი ანალიზის გაკეთების საფუძველს, რომ აი მოსკოვის დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში მოქცევით ევროპას კონკრეტული მიზნის მიღწევის გეგმა უნდა ჰქონდეს უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაშიც. არა, ეს არის სწორედ ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითი, რა შანსებს უშვებს ოპოზიცია ხელიდან. იმიტომ რომ ეხლა მართლა ლაპარაკი უნდა იყოს ევროპა შეიცვალა. დიახ, მართლაც 2008 წელს ჩვენ ველოდებოდით მეტ აქტიურობას ევროპიდან, თუმცა გულახდად მოგითხრა ევროპა მაქსიმალურად ჩართული იყო. ტალიანის კომისიამ უნიკალური დასკვნა და არც რუსეთი, არც საქართველო არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. და ევროკავშირმა გამოყო თანხები, რათა შეესწავლა რა მოხდა უცხო ქვეყნებს ორ უცხო ქვეყანას შორის. და ეს თავისუფლად უნიკალური დოკუმენტია. ბევრი შეიძლება ვიღაცა კითხვები ქონდეს, მაგრამ ასეთ რაღაც არ მოხდა რა ისტორიაში, არც მანამდე და არც მას შემდეგ ევროკავშირის ისტორიაში. გარდა ამისა, ჩვენთან დღეს იმყოფება საქართველოს ომი გინდათო? ევროპას აპრობლემობს, ჩვენთან იმყოფება სადამკვირვო მისია, რომელიც არ უნდა დაუშვას ომი. და ამაზე ხმას ადიგებს არავინ. პირიქით ყობახიძე მიდის ხოლმე და რაღაც წესავი რომაო, ისა ქვია ევროკავშირის სადამკვირვო მისიისა საქართველოში მიესალმება ხოლმე. და ეს ხალხი დგანან საოკუპაციო ხაზის გასწორებ, იმიტომ რომ რუსეთმა ისევ ქართულმა მხარემაც საქართველოს არ დაუშვან შესაძლო საომარ მოქმედებების განახლება. ევროკავშირი მაქსიმალურად ჩართული იყო, არავინ არ იყოს ჩართული. თუმცა შეიძლება ყოფილიყო მეტი, მაგრამ 22 წლის შემდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რა თქმა უნდა ევროპა არსებითად შეიცვალა და იმის ნაცვლად რომ ქართული ოცნება ჩამჯდარი იყო ევროპულ ნავში და ეხლა ეღიარებინა რომ კი ევროპაში შეცდა მაშინ, მაგრამ ეხლა მეტყვი გაიკეთებ ეხლა ნამდვილად იქცევა და ამიტომ ჩვენ ევროპის გვერდზე ვგავართ. პირიქითა აბსურდულ რამეს აკეთებენ. ერთი მხრივ თითქოს და აკრიტიკებენ ევროპას რომ არ იყო შესაბამისი. ეხლა გახდა შესაბამისი და შესაბამისი რომა ევროპა მაშინ უწყავენ მანდა მაინც. აშკარად ჩანს რომ მათ ევროპა არ უნდა ზოგადად საერთოდ და არა მხოლოდ 2008 წლის კონტექსტიდან გამომდინარე. მათი მთავარი ამოცანა დისტანცირება ევროკავშირიდან. ამას როგორც კანდიდატობის სტატუსი მოგვცეს მაშინ. მათ შოკი იყო, წამოუდგენელი იყო, დამდგუნველი იყო ევროკავშირმა მაინც რომ მოგვცა ჩვენ ქვია კანდიდატობის სტატუსი, იმიტომ რომ არაფერი გაუკეთებია რომ მოეცათ. უკრაინამ გააკეთა, მოლდოვამ გააკეთა, მათ მისცეს და ერთი წლის შემდეგ მოგვცეს ჩვენ მაინც რაღაცნაირად ამასად მოგვცეს და ამა შოკი გამოიწვია, მაშინ ბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში. ჩვენ საქართველოს ვერ აკავშირებთ ხოლმე. ერთ კვირაში ბრუნდება მას შემდეგ. ანუ ამ ფონზე მათი თავი ამოცანა ევროპას დაბრალდეს ის რაც გვინდა ჩვენ. ჩვენ არ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს ყველაფერი ევროპას უნდა დაბრალდეს და ეს წერილიც აი ამ მიმართულებითაა. ამ წერილის თავი კონცეფცია არის ის, რომ ევროპას ყავს აგენტები საქართველოში, მისი თავი მტერი დღეს არის შიგდა ქართული აგენტურა.
ამა 5 ჯერ თუ 10 ჯერ ახსენებს აი ამ სიტყვა აგენტურას და ეს არის უკვე წმინდა წყლის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. მათ ეშინიათ, რომ ეს ბეჭავი ოპოზიცია ახლა მაინც გამოფხიზლდება. ხო, აი აგენტურაში ხა განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გულისხმობენ და აი მოდით ახლა უშუალოდ წინა ხელისუფლების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე ვისაუბროთ. Facebook-ში ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მართლაც რომ სავსეა წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის მიმართ პრეტენზიებით, ბრალდებებით, კითხვებით, აი ერთ-ერთი ეპიზოდი კი, რასაც არც პრემიერ-მინისტრი და არც ქართული ოცნების სხვა წარმომადგენელი არ ივიწყებს, არის ომიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში რუსი ტურისტებისთვის გახსნილი ლარსის საზღვარი. გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფერიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს და რუსულ ფულს. მაშინ არ ქონდა რუსულ ფულს არასდიოდა სუნიო ამ კითხვას სვამენ სწორედაც მართლ პარტიაში. აი რადგან ეს ის ეპიზოდია, რომელსაც წინა ხელისუფლება სააკაშვილის მთავრობას მუდმივად ახსენებს, აი მოდით ვიკითხავ იმასაც, იყო თუ არა შეცდომა რუსი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსასვლელი კარის გახსნა. ეს ეპიზოდი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისთვის რამდენად არის ის ლაქა, რომლის ჩამოშორებაც წინა მთავრობას კიდევ დიდხანს გაუჭირდა. რა ეს ლაქა, მაგრამ არ არის საშინელება, რომ ამის გამო სულ ლაპარაკო. მე ვაკრიტიკებდი. მე ვის ვაკრიტიკებდი მაშინ და რატო ვაკრიტიკებდი და როგორ აღმოჩნდი მე ივანიშვილის გუნდში. მე კი არა, ჩემი მთელი პარტია და შედეგი. ჩვენ აბსოლუტურად სამართლიანად ვაკრიტიკებდით ნაციონალურ მოძრაობას, რატომ? იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავდნენ რუსულ აგრესიას. ჩვენსა და ჩემ კრიტიკას ახლა ჩემ პარტიას თავი დავანებოთ, ჩემ კრიტიკასა და ქართული ოცნების კრიტიკას შორის უდიდესი განსხვავებაა. მე ვხედავდი რუსულ აგრესიას და ვეუბნებოდი ნაციონალურ მოძრაობას, რომ თქვენ იდიოტებო თქვენა, დაინახეთ ეს და რუსეთი ხვალზე გომს დაიწყებს. არა, ყველაფერი კარგად არისო. იყო ეს რამოდენად 2000 მე არ ვეთანხმებ ამ კონცეფციას 2008 წლის შემდეგ, მაგრამ 2008 წლამდე ქართული ოცნება ბოდიში ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ცდილობდა რუსეთთან ფლირტი ქონოდა და ტანგო ეცეკვა. იყო ეს მომენტები და ამაზე კატასტროფა ძალიან დაუნდობლად ვაკრიტიკებდი ნაციონალურ მოძრაობას. სამწუხაროდ მოხდა ის, ასაც ვამბობდი მე 31 ივლისს. ვამბობდი რომ სულ მალე ომი დაიწყებოდა ცხინვალში. სამწუხაროდ საუბედური მემართალი აღმოჩნდი. შესაბამისად, ჩვენი კრიტიკა, ჩემი კრიტიკა დავანებოთ თავი ხაზხვებს, იყო მკაფიოდ გამოკვეთილი რუსული აგრესიის გამოკვეთაზე. ქართულსა სხვა მმართველები ისინი არ სად იყვნენ წულუკიანები, კობახიძეები, პაპუაშვილები, დინარაძეები, მაშინ როცა მე უდიდეს დარტყმას ბულიგი მქონდა მე ნაციონალურ მოძრაობიდან იმ დღეებში. ჩერგვებში იმალებოდნენ, ევროპაში იმალებოდნენ და ეხლა გაახსენდათ. ეხლა უკვე შეცვალეს სუბიექტი. სუბიექტი იყო რუსეთი, ჩემს კრიტიკაში და დღეს მათ აქციის სუბიექტი შიდა ქართული კონტექსტი. ანუ ჩვენ გავაღვიძეთ ვითომ და მძინარე რუსული დათვი. არა, ჩვენ არ გვიგვიძებია. ის მძინარე ღვიძარი რუსული დათვი აგრესიული იყო, ტანკები უკვე დიდი ხანია შემოყვანილი ყავდა საქართველოს ტერიტორიაზე. აი ეს არის ამათი სწორედაც რომ ამორალურობა, რომ ისინი ანაცვლებენ სუბიექტს, ობიექტს და რუსეთიდან უნდათ პასუხისმგებლობის აცილება, ერთი გასულით ორი კუთხეს მოკლა უნდათ. ერთი რუსეთთან დაალაგონ ვითარება და მეორე შიდა ქართულ კონტექსტში. რაც შეეხება კონცეფციას, რომ თითქოს და ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა არ იყო თქვია ანტირუსული არ არის. ვინ მიიღო კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ? ნაციონალური მოძრაობა არ მიიღო, დღეს გვაქვს ეს კანონი. რატომ არ ცვლიან, რატო არ აუქმებენ სიტყვაზე? ანუ თქვია უამრავი ფაქტორები, უამრავი კანონმდებლობა იქნა მიღებული მაშინ ნაციონალური მოძრაობის დროს, რაც მე მიმაჩნია სხვანაირად და წარმართულიყო. ამიტომაც იყო რომ ჩემი ჩართულობა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ქართული ოცნების კოალიცია ქართულ ოცნებაში იყო სწორედ რომ ჩემთვის მიუღებელი იყო ის აღვირახსნილი პოლიტიკა, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ყოფის მოგორებასთან. არანაირი კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, არანაირი კონტაქტები ოსურ მხარესთან. ჩემ თავი მომენტი ეს იყო რომ ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს, ესაა ცენტრალური. დღემდე ელაპარაკებიან ქართულ ოცნებაში აფხაზებს და ოსებს, ნუ რას უკაცრავად. ქართული ოცნება დღეს განაგზავს ზუსტად იმ პოლიტიკას, რაც ნაციონალურ მოძრაობამ დაადგინა 2008 წლის შემდეგ. როცა მიხვდა რომ ცხვირპირი მოიმტრია და ეგონა რომ თვითონ რუსეთი კეთილშობილება იყო. ანუ 2008 წლამდე მართლა არ აკრიტიკებდნენ, ეფერებოდნენ 7 აგვისტო რო ავიღო 7 აგვისტო ჩვენ ვნახავთ გრიგოლ ვაშაძე როგორ დადის ცხინვალის ქუჩებში და როგორ ქვია როგორ რუსთან ერთად რუს გენერალთან ერთად და როგორ ეძებენ ქვია ჩოჩიევს რომელიც იმალება სადღაც ცხინვალში 7-8 ხვალ ამიწყება და ეს კაკაზე ლაპარაკობს იაკობაშვილი დასცინის ინფორმატებს სადაც ოსები და რუსებთან ერთად რაღაცა კონფლიქტის მოგვარებაზე საუბრობდით ეს იყო 2008 წლამდე აგვისტომდე შემდეგ უკვე იცვლება სიტუაცია
ქართულ ნაციონალურ მოძრაობა ხვდება რომ მართლაც და რუსეთმა მოიტყუა ჩაითრია ყველაფერში, მაგრამ ამ წერილში ეს არის ძალიან საშინელი დემაგოგიური წერილი, რაც მე აღნიშნე. ნებისმიერ დემაგოგიურ წერილში, დემაგოგიაში ერთი პატარა ფრაზა არის ტყუილი. და მე ამ ტყუილზე ფუნძდება ამოსავალი ტყუილი არის ის რომ აი რა თქვენ შეეხეთ. ტყუილი არის ის რომ თითქოს 2008 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა იყო, რა ქვია, რუსოფილი არ იყო. 2008 აგვისტოს შემდეგ ის გახდა რუსეთის წინააღმდეგ. ბატონო, ირაკლი კობახიძის წერილის კიდევ ერთ ნაწილზე მინდა გკითხოთ, რადგან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებებზე ვსაუბრობთ და ეს ნაწილიც შესაბამისად წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს უკავშირდება. რიგი ანალიტიკოსის ყურადღება მიიქცია იმან, რომ აი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე საუბრობს. წერილს ამ ნაწილს მაგალითად ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და მოკლე ამონარიდი მისი პოსტიდან რა 2008 წელს 20%-ის ოკუპაცია. მანამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმეტესი ნაწილი არ იყო ოკუპირებული. აფხაზეთიც ნაცებმა დაგვაკარგინეს იმ 20%-ის 80% რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში. მოკლედ აღმართებას აკეთებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. აი უშუალოდ ეს გარემოება რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა. აი კობახიძის მხრიდან ეს შეიძლება იყოს მექანიკური შეცდომა თუ გამიზნულად გაშვებული შეცდომა. აი რაზეა მაშინ გათვლილი რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია დაუკავშირდეს და დაბრალდეს ნაციონალურ მოძრაობას. მე ეს ახლა არ იწყებ, ეს მოდის ივანიშვილის ბოდიშის მოხდის მცლობიდან. რომელიც ჩაითვალა საბოლოო ბოდიშის მოხდა. მაშინ ივანიშვილმა რაზე შეპირდა გორელებს ბოდიშაზე მოიხდითო. ნაციონალური მოძრაობის მიერ ცხინვალის დაბომბვის გამო. ივანიშვილი აღარ გვახსოვს. მას არ ქონდა თავში 90-იანი წლები. მას ქონდა ესე ვიღაცა ჩაუდეს ტექსტი, ვიღაცა დაუწერა, ეს მართლა არ იყო ივანიშვილის ეს მოგონილი არ იქნებოდა. ვიღაცა იქიდან მოყოლებული კაფეოდ გამოკვეთილია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გაგორებული კამპანია და ივანიშვილი ბოდიშის მოხდას აპირებდა მხოლოდ ერთი სეგმენტისთვის. 2008 წლის აგვისტოში დაბომბილი ცხინვალის გამო. და აქედან მოყოლებული მოდის ეს ნარატივი, რომ 90-იანი წლები არ არსებობს, ყველაფერი რაც ხდება, დაიწყო ჩვენ სააკაშვილს დავცინოდით ხოლმე ხშირად, რომ თავის მოსვლიდან დაიწყო წელთაღრიცხვა საქართველოში. აი, ქართველებსაც ივანიშვილის მოსვლიდან მოყოლებული არის, თანაც პრაქტიკულად ამას აკეთებენ კოალიციის შემდგომ 16 წლიდან მოყოლებული უფრო, იმიტომ რომ 16 წლამდე რაღაც დღემდე აღიარებენ, რომ რაღაც უაზრობა იყო, უსუფაშოს აკრიტიკებენ, პარლამენტის სპიკერად და ასე შემდეგ, ანუ ისე არ იყო როგორც იქნა მოვიდა რა ძალა კობახიძის სახი და უფრო 16-20 წლიდან ხდება უკვე ახალი ეპოქა ერი დაწყება საქართველოსთვის. ამ ფონზე მათთვის რა თქმა უნდა 2008 წელი არის ნაციონალურ მოძრაობაზე მიბმული და რა რუსეთზე. მთელი მათი კამპანია ეს არ არის დავივიწყოთ რუსეთი, არ გადაუვაროთ, არ ვაქოთ და მთელი ყურადღება გადმოვიდა ნაციონალურ მოძრაობაზე. რატომ ეს არის ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდე არის კარგად გასაყიდი საფრთხე. კარგად გასაყიდი საფრთხობელა. სისხლიანი 9 წელიწად რაღაცები და ნაციონალურ მოძრაობას მე როგორც ნაძვის ხეზე ჩამოკიდებენ ხოლმე შემდეგ სათამაშოებს ნაძვის ხეზე ნაციონალურ მოძრაობაზე ჩამოკიდებენ უკვე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. საჩვენებად დიდი დრო და ეს ოპოზიცია მძინარეა, ტრამპი დასცილის ბაიდენ მძინარე ბაიდენიო, ჩვენ შევთქვათ რომ მძინარე ოპოზიცია ნამდვილად და არაფრის უუნარო აბსოლუტურად ოპოზიცია. ამ ფონზე ყველა მძინარე ოპოზიციას ჩამოკიდებენ ნაციონალური მოძრაობის ნაძვის ხეზე და ამით მოხდება კარგად მისვლა ქართულოცნების არჩევნებზე. რა მათ რა უნდა? მინიმუმზე დაიყვანონ გაყალბების შანსები, როცა გაყალბება იქნება, მაქსიმალურად ამოიღონ თავის ამორჩევითგან პლუს 1.300.000 ადამიანისგან ხმები, თუ დაჭირდა გაყალბება, მე მინიმუმზე 5-6-7%, რათა კონდეთ გარანტირებულად 55% თქოთ ასე ხმებისა. აი ეს არის მათი თავი ამოცანა და ესა თავი შეუძლია თუ არა ოპოზიციას მეტი აქტიურობა, ამას რამდენიმე წუთში გკითხავთ იქამდე. ახლა უკვე მინდა ვისაუბროთ იმაზე, თვითონ ქართული ოცნება რამდენად ადეკვატურია რუსული ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის მიმართ. დღეს 5 აგვისტოა, კიდევ ერთხელ აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი სრულდება სულ რაღაც 2 დღეში. აი 18 წლის თავზე კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობთ, ფაქტობრივად ცხინვალის ანექსიის პროცესის გაფორმებას ვადევნებთ ახლა თვალს. აი ძალიან ბევრი პრეტენზია ისმის მართლაც ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. ამ პრეტენზიებსა და კითხვებს შორის
შემთხვევაშიც კი რამდენიმე ასეთია, რას ნიშნავს დანაშაულებრივი დუმილი, როდესაც რუსეთს დაწყებული აქვს საქართველოს ისტორიული ტერიტორიების სამაჩაბლოს მიერთების პროცესი, რას ნიშნავს, აი თქვენც ახსენეთ, ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიში, არის თუ არა ჩორჩანას საგუშაგოსთან მიმართებაში ოცნების დღევანდელი პოზიცია ქვეყნის ღალატი, არის თუ არა სირცხვილი, როცა მოქმედი პრემიერი ირაკლი ყუბახიძე ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც სვამენ მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში. რამდენად სამართლიანი და საფუძვლიანია ქართული ოცნების მიმართ დასმული ეს კითხვები და კიდევ ერთხელ აი რამდენად ადეკვატურია რუსული ოკუპაციის მიმართ თვითონ ქართული ოცნება, რომელსაც ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს წინა ხელისუფლების. ძალიან კაი ფაქტი მოიყვანეთ, ქვია გახარიას პარტიის მიმართ, იმიტომ რომ შვენიერი მაგალითია, რასაც ჩვენ ვამბობთ ამდენს. ანუ მათ გამოყოს თავის საკუთარი აქტივი უკვე ქართული ოცნების შედეგი ჩორჩანის პოსტი, ეს საგუშაგო ეს არის მართლა აბსურდულია. კარგად ვიცი ეს სქემები როგორ მუშაობს, თანაზე როგორ სპეციალისტმა ექსპერტმა თქვა დასწრებში ამართულებით. ასევე მთავრობაში ვიყავს რომ დამფრთხილდა ვიცი კარგად როგორ კეთდება პოლიტიკა. გამორიცხულია რომ მარტო გახარიას გაეკეთებინა ეს ღონისძიება. და ეს თავისი აქტივი იმდენად მიუღებელია მათთვის გახარიას წარმატება შესაძლოა, რომ გახარია აპირებს ფარწუნებული არ ვიცი, მაგრამ იმდენად პრინციპული იყო ბოიკოტის წინააღმდეგ, იმდენად პრინციპული იყო რომ დაბრუნდა პარლამენტში და გადაარჩინა თავისი ამორჩეველი დემოკრატიის იდეები საქართველოში და საზოგადოების ნაწილს შეუქმნა განსხვავება, რომ ერთი პარტია მაინცაა, რომელიც ფიქრობს ქვია ბოდიში მოიხადოს და თავის შესაძლებლობები შეაშიშიმოს გამოასწოროს, რომ მათ ეშინიათ გახარიასაც. ამიტომ თავისი აქტივი წარმატებული ჩორჩანა საგუშაგო აქციეს უარყოფით აქტივად და გადააბრუნებს ადამიანს. ეხლა თუ ამას მინდა ჭამდა ყლაპავს ეს უკვე ამ ხალხის პრობლემაა, მაგრამ ფაქტია რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა და ოღონდ გააშავონ ადამიანი როგორც ნაციონალური მოძრაობა ერთ შემთხვევაში და ამიტომ რუსეთს ივიწყებენ. ასე უნდა გააშავონ ეხლა გახარია რომელიც ერთ-ერთი პოტენციური მათი მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ მისი წიაღიდან ამოსული როგორც სააკაშვილი ამოვიდა შევარდნაძიდან და საზოგადოებას დააჯერა რომ შეიძლება მან გაატაროს ნორმალური პოლიტიკა, განსხვავებული შევარდნაძის პოლიტიკის ხა მე მის გვერდში ვიყავი მაშინ და ამიტომ კარგად მახსოვს რომ ვიდრე სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ყველას ვეგონეთ ისა ქვია და ვიდრე იყო იუსტიციის მინისტრი, ყველას ვეგონეთ ისა რა ქვია შევარდნაძის პროექტი, ვიდრე რევოლუცია არ მოხდა. დღემდე ძალიან ბევრი წინ დაუხედავ და აბსოლუტურად ჩამოუყალ ადამიანს გონია რომ გახარია არის ქვია ივანიშვილის პროექტი ეს არა გახარია ისევე ივანიშვილის პროექტი როგორც სააკაშვილი იყო შევარდნაძის პროექტი ამ ფონზე თვითონ ისინი ყიდიან თავის თავზე აჩვენებენ რამდენად მათთვის მიუღებელია გახარია იმდენად რომ თავის აქტივს წარმატებულ აქტივს აქცევენ უარყოფით მომენტად და დანაშაულად და ამას ყიდებენ როგორც წოდვას გახარიას და მეტიც უკვე მის ჯილია ამ ადამიანს სასჯელი და რო ჩამოვიდა საქართველოში დაბრუნდეს მოხდება მისი დაპატიმრება ამიტომ ის მართლაც სამართლიანად გადაწყვიტა რომ უცხოეთიდან მართოს პარტია და როგორც ჩანს მისი პარტია მეტნაკლებად ღირსეულად წარმოაჩენს დემოკრატიულ საქართველოს პარლამენტში და იცავს თავი ცემასაც კი არ ერიდებიან იმას ქართულ ოცნებაში. ამიტომ ბუნებრივია ყველაფერს გააკეთებს ქართულ ოცნება, რათა ყველა პოტენციური თქვათ ასე შესაძლო ხმების მობილიზაციის მქონე პარტია გააშავონ მოახდინონ მათი დისკრედიტაცია. ხო, აი სწორედ ოპოზიციურ სპექტრთან დაკავშირებით დაგისვათ ბოლო კითხვას და ამით დაგემშვიდობებით, აი თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ ოპოზიციამ უნდა გაიღვიძოს ძინარე ოპოზიცია, თუ არ ვცდები ეს შეფასებაც გამოიყენეთ ამ სპექტრის მიმართ, ხო? მოდით ასე გკითხავთ მაშინ, აი შეუძლია თუ არა ოპოზიციურ ძალებს იყვნენ უფრო მეტად აქტიურები და აი იმის მიზეზები, რომ ოპოზიცია ვერ არის დღეს აქტიური, ხომ არ უნდა ვეძებოთ თვითონ ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ აი ერთი შეხედვით და პრინციპში ამაზე განცხადებებიც გვესმის როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ისე ანალიტიკოსთა მხრიდან, აი თვითონ ქართულმა ოცნებამ და დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ოპოზიციის ხმა ნაკლებად ისმოდეს. არა, ამას ამჟერა ეს გაპრები, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას ყავს აგენტები შიგნით იმაში, ქვია ოპოზიციაში. მაგრამ ვაიმ ხალხს, ვინც აგენტები არ არიან და ბრმად მიყვებიან ამას. ადამიანს რომელიც არ ესმის რომ ბოიკოტი აძლიერებს ქართულ ოცნებას, ამას არ შეჭერდება ქართულ ოცნების ჩართვა. ეს ძალიან იდიოტი უნდა იყო, ძალიან ღრმა იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე როგორ გააძლიერა ბოიკოტმა ქართულ ოცნება, როგორ გააძლიერა მუდღეურმა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობამ ხალხი გაუშვა ციხეში და კიდევ მეტად გააძლიერა არგუმენტები ქართულ ოცნებისა და პრობლემა ამაში კი არაა. დღემდე რო დუმან
რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? უნდა ითქვას რამე კი არ უკვე ბოდიშები რაღაცების ამჯერად გაპრებია. უნდა ითქვას რა ამოცანა ქონდა დასახული ოპოზიციას, რომელიც არ შევიდა პარლამენტში. მიაღწია თუ რა ამ ამოცანას. ეს პირველი. მეორე, თუ ვერ მიაღწია, რატომ ვერ მიაღწია? ეს ანგარიში ყველა ანგარიში ვალდებულები ვარ. მეორე, რა ამოცანა ქონდა ბოიკოტზე რო წავიდნენ? მიაღწიეს თუ არა ბოიკოტის შედეგებს, თუ არ მიაღწიეს, რატომ ვერ მიაღწიეს? რა ამოცანა ქონდა 4 ოქტომბრის რევოლუციის რაცა ქვია, წამოწყებას? თუ მიაღწიეს, ხომ კარგი, თუ არ მიაღწიეს? და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, რასაპირებენ მომავალ არჩევნებზე. მე მგონი რომ გახარიას ეხლა და იგივე ლელოს ძალიან კარგი მომენტია დღეს აი ეხლა და თქვენ კაბელს ცალსალკე ჯობია ერთად მაგრამ ცალსალკე რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივდივართ ნებისმიერ არჩევნებზე. ერთი ნებისმიერ შედეგებს ვიზიარებთ და შედეგებში მონაწილეობ თუ ჩვენ მაგალითად მოგვეცემა საშუალება შედეგებს გამოყენებთ მაგალითად პარლამენტში შესვლა, საკრებულებში შესვლა, მერის კანდიდატებში არჩევნებში. ანუ და ვისაც გინდათ გაერთიანება ეს იდიოტობა კიდე ერთი მორიგი. არა, აი გავერთიანდეთ არჩევნებში მონაწილეობის გარდაუვალობაზე და არჩევნების შედეგები. უნდა ითქვას, არჩევნები არ არის ლეგიტიმაციის ფორმა, არჩევნები არის ბრძოლის მორიგი ფორმა. როგორც ქუჩა არის ბრძოლის ფორმა, ისე პარლამენტში მუშაობა, საკრებულოში მუშაობა, მერიებში მუშაობა არის ბრძოლის ფორმა. ყველას გაგვიმართოს ქუჩაშიც, პარლამენტში, საკრებულოში. უნდა ითქვას და გინდათ გაერთიანება, მოდით ამ პლატფორმაზე გავერთიანდეთ. მადლობა ბატონ პაატა სტუმრობის და თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. პაატა ზაქარიაშვილს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ თეონა აქუბარდია შემოგვერთება, ასე რომ დაგვაოდით. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ჩვენთან ერთად გამოსვლა თეონა და მადლობა სტუმრობისთვის. თეონა მეორე დღეა ირაკლი კობახიძის წერილი არ კარგავს აქტუალურობას, არის შეფასების საგანი როგორც პოლიტიკური სპექტრის ისე ანალიტიკოსთა წრეების მხრიდან და არის მწვავე შეფასების საგანი, ამიტომ აი გადაცემის ეს ნაწილიც იმ პოსტზე საუბრით მინდა დავიწყოთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნა და რომელშიც ირაკლი კობახიძე ხსნის რას უნდა უკავშირდებოდეს საქართველოში რუსოფობიის ხარისხის და რუსოფობების რაოდენობის გაზრდა. აი რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება, როგორც აი გუშინ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, წუწუნებდეს საქართველოში რუსოფობიაზე და თან ამ ყველაფერს აკეთებდეს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მორიგ წლის თავამდე რამდენიმე დღით ადრე. ბატონო, ძალიან მარტივი და გასაგებია, რასაც აკეთებს ქართული ოცნება და ეს პირველი წელი არ არის აგვისტოს ომის თარიღის, როდესაც ისინი შეგნებულად კრემლის ინტერესებს ატარებენ საქართველოში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რატომ? გაგახსენებთ მე თქვენ შარშან წოლუკიანის ხალხის კომისიის ეპოპეას, როდესაც მათ რუსული ვერსია აგვისტოს ომის აგრესიის გადაიტანეს საპარლამენტო რეზოლუციაში და თქვეს რომ ომი ფაქტობრივად საქართველოს დაიწყო და დაადანაშაულეს საკუთარი სამშობლოს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს გმირებს პიარ შეწირული უწოდეს მათ ჩვენს ერნულ გმირს ანწუხელიძეს და ეხლა ამ წელს უკვე კიდევ უფრო გააღრმავეს რუსეთის ინტერესების განხორციელება ამ კვირეულში იმით რომ საკუთარი მოქალაქეები რომლებთვისაც წითელი ხაზია სამშობლოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მათ უწოდეს აგენტები, დიდთეთრისგან მართულები და რაც მთავარია რუსული ტერმინი რუსოფობია, რომელიც არ არის საერთაშორისო ტერმინი, რომელიც არის რუსეთის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი დეფინიცია, რომელსაც მას საკანონმდებლო ხასიათი მიიღო და რომელსაც რუსეთი იყენებს საკუთარი აგრესიის გასამართლებლად, ისევე როგორც სისხლის სამართლებრივი ასე ვთქვათ, საქმების აღსაძრავად იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკურად მას თვალში არ მოსდის და თუ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს გადაავლებთ თვალს, რუსეთის იქაც რუსოფობია და დენაციფიკაცია არის ის ორი ტერმინი, რითიც ისინი ამართლებენ ამ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მისამართი და ამ ვითარებაში, როდესაც
ეს ტერმინი ჩვენ ვნახეთ უკვე აგვისტოს ომის კვირეულში, მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილმა გახსნა ეს სეზონი ჯერ კიდევ 2022 წლიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე, გარდა იმ ტყუილებისა, დეზინფორმაციისა და манипуляციისა, რომელთაც სავსეა ეს ტექსტი და მე მათ შორის ტყუილი ყველაზე დიდი მთავარი ტყუილი არის ის, რომ თითქოს 2022 წლიდან ხდება ანტირუსული პროტესტი საქართველოში და იქამდე ამას ადგილი არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ გავრილოვის მასპინძლობის გამო მოუწია ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დატოვება. გამოქვეყნებულ წერილში მაყურებლებს კიდევ ერთხელ რომ გავახსენოთ, პრემიერი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიმართ რიტორიკა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც ომის შემდეგ არ ყოფილა, როგორც ის ამბობს, ჩნდება შესაბამისად ლოგიკური კითხვა, რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ. აი რა აქცენტი, რომელსაც კობახიძე სვამს და აკეთებს, რატომ არ არის გასაზიარებელი, შესაბამისი არგუმენტები რომ გითხრათ და კითხვა, რომელსაც კობახიძე სვამს, რატომ არ არის ლეგიტიმური ამასაც, რომ შესაბამისი არგუმენტები მოაყოლოთ. საქართველოს პრორუსულად განწყობილი მართლაც არასდროს ყოფილა, თუმცა აი რუსეთის და ყველაფერი რუსულის აუტანლობა, აი თითქოს ბოლო წლებში რაღაც მართლაც განსაკუთრებით გვჭირს. აი ეს რითი უნდა აიხსნას. პირველ რიგში ტყუილია ის, რომ ეთნიკურობით არის განპირობებული ეს ასე ვთქვათ პროცესი. აქ ეთნიკურ რუსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს არ აქვს პრობლემა, თუმცა პოლიტიკურად, როდესაც რუსეთს აქვს ჩვენი ორი რეგიონი, არამხოლოდ ოკუპირებული ოკუპაცია იქამდეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაკანონდა 2008 წლის ომის შემდგომ, ფაქტობრივი ანექსია არის რეალურად ამ ორი რეგიონის, განსაკუთრებით ოკუპირებული ცხინვალის და იმის ნაცვლად, რომ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა იმაზე, რომ ამ თარიღში უნდა ვიყოთ ყველა ერთიანები ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის საფრთხის განეიტრალების საქმეში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად. იმის ნაცვლად, რომ პატივის მიგება გვენახა ჩვენ ომში დაღუპული სამხედროების თუ მათ შორის სამოქალაქოების ოჯახების წინაშე. იმის ნაცვლად, რომ მას დაპირება გაეცა, რომ იმუშავებს ამის მიუხედავად ქვეყნის გამფრიანებაზე. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მადლობა ეთქვა სუვერენიტეტის ტერიტორიული ქვეყნების ხარდაჭერისთვის და ეთხოვა მეტი დახმარება იმ ფაქტობრივი ანექსიის ფონზე, რასაც ჩვენ ცხინვალის რეგიონში ვხედავთ. ამის ნაცვლად მან რა გააკეთა ის, რომ საკუთარი მოქალაქეებს დასდო ბრალი პატრიოტიზმში და ერთი ნაბიჯი დარჩა იმისთვის, რომ გაასამართლოს მან პატრიოტები და რაც თავარია, ეს არ იყო მისი უნიკალური შემოქმედება, რუსოფობია ტერმინი, მამუკა ფიფია, კრემლისტური პარტიის ლიდერი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, მან ერთი დღით ადრე სალავეებთან ერთ-ერთში კრემლის პროპაგანდულ მედიაში ასევე ზუსტად იგივე ხაზით ისაუბრა, რომელიც შემდგომ გაიმეორა კობახიძემ. შესაბამისად ეს არის ორკესტრირებული, სინქრონიზებული პროცესი კრემლიდან და ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ასევე, რატომ არის მათი ეს თელი განცხადება პროპაგანდისტური და ყალბი. კაცი როდესაც ჩამოთვლის, რამდენი კაცი შეეწირა ომს, რამდენი სოფელი მოექცა ოკუპაციის მიღმა, რამდენი ოჯახი გაუბედურდა და არასდროს არ გმობს განგრძობით ბორდერიზაციას, ფაქტობრივ ანექსიას და აღმოყოფს იმით, რომ საოკუპაციო ხაზთან არ გასულა. გასაგებია, რომ მთელი ეს ყალბი ემოცია არის იმისთვის, რომ манипуლირება მოახდინოს ამ გრძნობებით მოქალაქეების და ერთ დეტალს დავაბადოთ შეიძლება სამხრეთ ოსეთი ტერმინი. სამხრეთ ოსეთი ტერმინი კონსტიტუციაში ჩვენ არ გვაქვს. და როდესაც ჯერ მაკაბოჭორიშვილმა გამოიყენა ეს ტერმინი, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მინისტრი ქვედა უნდა იცოდეს, რომ ესეთი ტერმინი არ არსებობს კონსტიტუციაში, მაგრამ ის მაინც თქვა და შემდგომ ირაკლი კობახიძემ დაწერილ ტექსტში თქვა, ეს გარეშე ეწერა არ არსებობს სამხრეთ ოსეთი საკანონმდებლო დონეზე გამოიყენება როგორც კანონი ოკუპაციის შესახებ, მათ შორის სხვადასხვა რეზოლუციები, ცხინვალის რეგიონი ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომური ოლქის ტერიტორია. და თავად ქართულ მოსნებამ გააუქმა დროებითი ადმინისტრაცია, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ტერიტორიაზე შექმნილი, სწორედ იმ მოტივით, რომ ასეთი ტერმინი არ არსებობს და ეს არ შეიძლება და ყოფილიყო და მე ვფიქრობ, რომ ამას კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმა გარდა იმისა, რომ deep state და დასავლეთს აბრალებს იმას, რომ საქართველოში
პატრიოტული სულისკვეთება არსებობს და პატრიოტები, რომლებიც ამ ქვეყნის რუსეთის გავლენის პერიოდით დამკვიდრებას უპირისპირდებიან. აი რა შორს მიმავალი გეგმები შეიძლება ქონდეს სამხრეთ ოსეთის ბჭყალების გარეშე ხსენებას, ამას რამდენიმე წუთში აუცილებლად კითხავთ. იქამდე ერთი კითხვა უშუალოდ ირაკლი კობახიძეზე მინდა დაგისვათ. ვერ ვიტყვი, როდის გახდა რუსოფობი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც იყო და ახლაც არის რუსოფილი. კობახიძე არის რუსეთის დავალებით ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი. ეს შეფასება უშუალოდ პრემიერის წერილზე საპასუხოდ, ხო გუშინ გაკეთდა ბატონო ლელოშა. თქვენ როგორ დაახასიათებდით უშუალოდ ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი სახელით გავრცელდა სოციალურ ქსელში ის პოსტი, რომელსაც მწვავე შეფასებები ახლავს და აი რა როლი აქვს ირაკლი კობახიძეს და რა როლს თამაშობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როცა აი გვესმის განცხადებები, რომ ქართული ოცნება მოქმედებს არა ეროვნული ინტერესების, არამედ რუსული ინტერესების სასარგებლოდ და აკეთებს რუსულ საქმეს. მოდით გავხსენოთ ფაქტობრივი გარემოებები. როდის გაისმევს საზოგადოებამ ირაკლი კობახიძე და რითი დაამახსოვრა თავი, ხო? არა საკანონმდებლო მუშაობით ან აქტივობებით ან კონსტიტუციით, არამედ გავრილოვის ღამით. ყველას ალბათ ძალიან კარგად ახსოვს, გავრილოვთან ერთად ირაკლი კობახიძე შამპანიორის ჭიქით ხელში, პრეზიდენტის სასახლეში და შემდგომ ის პროტესტი, ბუნებრივი პროტესტი, რაც გამოიწვია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაბრძანება. და სწორედ ის იყო შემოქმედი ამ გავრილოვის ღამის, ასე რომ ვთქვათ, ის იყო მასპინძელი გავრილოვის და ანტირუსული პროტესტიც საქართველოში, სწორედ მისი დამსახურება. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ირაკლი კობახიძე ედგა სათავეში საქართველოს პარლამენტში იმ ანტიდასავლურ რიტორიკას და ანტიქართულს ვიტყოდი, რომელიც ხალხის ძალას გადააუჯოկრა და გადაასწრო, მიხოთ იმის, რომ კოორდინირებული იყო ბუნებრივია ეს ყველაფერი, რაც დამთავრდა იმ შედეგით, რომ საქართველო დღეს დასავლური სივრცისგან არის იზოლირებული და მათ შორის ირაკლი კობახიძე იყო კაცი, რომელმაც გამოცხადა, რომ აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ირაკლი კობახიძე იყო კაცი, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნება ყოფილა ქვეყნის გამთლიანება და არა ეროვნული ინტერესი. ეს მე პირადად მითხრა პარლამენტში ყოფნის დროს და მან ამოიღო ვალდებულება მთავრობის, რომ ქვეყნის გამთლიანების ხედვა შემუშავებული იყო და მან სიამაყით განაცხადა, რომ საოკუპაციო ხელისუფლებასთან არ გასულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო ვალდებულებაა, როგორც პრემიერის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ დაბეჭავებული ხალხის თანაგრძნობა და დახმარება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ერთის მხრივ შიში ცხოვრობს, გამომდინარე რუსეთის გატაცებებიდან და უბედურებებიდან, მეორე მხრივ სოციალურ სიდუქჭირეში და ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიმე საბუთი ხელში არ მიჭირავს, რომ რაიმე ვალდებულება მას აქვს აღებული, მტკიცებულებების ერთობლივება, რაც მე ხა ჩამოთვალე, აბსოლუტურად აჩვენებს იმას, რომ ეს კაცი არის აქ კრემლის ინტერესების ღია გამტარი და მათ შორის დაკვეთების შემსრულებელი, მით უფრო რუსოფობიაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, აი როგორ ემთხვევა დროში, რომ ჯერ ფიფია ლაპარაკობს კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში რუსოფობიაზე და მეორე დღეს ამას კობახიძე წერს წერილში. ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ ბოლოს გვეკითხავით, რა შორს მიმავალი გეგმა უნდა არსებობდეს, როდესაც ირაკლი კობახიძე თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერები სამხრეთ ოსეთს ეგრეთ წოდებულის გარეშე მოიხსენიებს და წერილებში კიდევ ბჭყალების გარეშე წერს და აქვე ამასობაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გადის, ხო, სულ რაღაც 2 დღეში 7 აგვისტოს, ამიტომ ახლა უკვე გითხარით მე-18 წლის თავზე ომიდან რა სურათი გვაქვს, როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპაციას და რამდენად მძიმე პროცესები გველოდება ამავე დროს წინ. აი რისთვის უნდა ვიყოთ მზად, რამდენად უფრო და უფრო შორს შეიძლება წავიდეს, კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეს მოსკოვი. ძალიან მკაფიო 18 წლის თავზე ერთი რამ. თუ ვინმე რაიმე კითხვა ქონდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ყველა დღეს საერთაშორისო დონეზე ამბობს, რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ ომისა 2008 წელს, როდესაც ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთმა განახორციელა ჯერ საქართველოში და შემდგომ უკრაინაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველოს
როგორც არასდროს ისე ქონდა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრობის და ამის მაგალითია მოლდოვა და არა მხოლოდ უკრაინა, რომელსაც გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა საქართველოს სტატუსი გაღინა ირაკლი კობახიძემ. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მოსკოვში დრონები დაფრინავს და სერიოზული გამოწვევა აქვს რუსეთს, მათ შორის არ მხოლოდ ეკონომიკის, არამედ უსაფრთხოების და ჩვენ ხედავთ, როგორ იწვევს ეს ვალბერის საწყობები თუ სხვა ნავთობგადამუშავებელი ქარხნები, რომ საქართველოს გამოიყენებინა ეს შესაძლებლობა მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების, მაშინ როდესაც მარტაკოსი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც ისინი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდაზე რუსეთთან, იქ რუსული ბაზების გაყვანის საკითხი არ მხოლოდ უკრაინიდან, არამედ მოლდოვა და საქართველოდანაც უნდა იყოს. აი წარმოიდგინეთ შესაძლებლობა, რომ როდესაც ეს მოხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება, იმიტომ რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა უკრაინაში, ეს უკვე ცხადია. ამ შემთხვევაში საქართველოს უჩნდებოდა შესაძლებლობა დასავლელი პარტნიორების დახმარებით საოკუპაციო ჯარების გაყვანის ოკუპირებული რეგიონებიდან, რომ არ ყოფილიყო ის დაპირისპირება დასავლეთთან და რომ ყოფილიყო საზოგადოებაში ერთიანობა ქვეყნის გამთლიანების ირგვლივ. გასაგებია, რომ რუსული ბაზების გაყვანა ავტომატურად შეიძლება ქვეყნის გამთლიანებას არ გამოიწვევდა, მაგრამ ყველაზე დიდი ფაქტორი ეფექტიანი კონტროლის იქნებოდა მოხსნილი და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივ ანექსიას, ჩვენ ვხედავთ ყოველდღურად მოთხოვნას რუსეთის მხრიდან, რომ აღიარონ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა ოკუპირებული რეგიონების, ამ დროს ვხედავთ ჩვენ სრულ დუმილს ქართული ოცნების მხრიდან ამ ფაქტობრივი ანექსიის პროცესების პარალელურად, რაც გარკვეულწილად თანხმობის სურათსაც აჩვენებს და არა მხოლოდ შიშს და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მოთხოვნები, რომელიც ჰქონდა ოკუპირებულ ცხინვალს, სრულდება. ჩორჩანასთან დაკავშირებით რეალურად ჩორჩანას აბარებენ და არა მხოლოდ საგუშაგოს აღებაზეა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ჩორჩანა მთელი ეს ტყის მასივი არის ამ ოკუპირებული რეგიონის ტერიტორია, მათ შორის საუბარია გარკვეულწილად ცხინვალის გზის გახსნის შესაძლებლობაზე, ამაზე დისკუსიები დაიწყო და საუბარია იმაზე, რომ გარკვეულწილად აი ამ გავლენის ასეთებით სრულიად გაფრონდეს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ და ამ ვითარებაში რა თქმა უნდა ყველა ხელშემწყობნების ხედავთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი და წინააღმდეგობა, იმიტომ რომ რეალურად წინააღმდეგობას მოაქვს შედეგი და მინიმუმ ანელებს იმ პროცესს, რაც რუსეთს აქვს ჩაფიქრებული საქართველოს სრულიად მითითების კუთხით. მადლობა ქართულ თეონა სტუმრობისთვის. თეონა კუბარდიას ვემშვიდობებით. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.